მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის ყველას და განსაკუთრებული მადლობა მინდა მოუხადო აქ მოსვლისთვის იმ ადამიანებს, ვისთვისაც სახლიდან ფილარმონიამ და გასასვლელი გზა შეიცავს ძალიან დიდ ბარიერებს. და ახლა მე მინდა მოგიყვეთ რატომ ვდგავარ აქ. მე ვდგავარ აქ იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს საქართველოში აქვთ პრობლემები. ეს თემა მე და ჩემს ოჯახს პირადად გვეხება. მე, ჩემი ოჯახი და უამრავი ოჯახი ვიბრძვით ძალიან დამპალ სისტემასთან. ჩვენ ვებრძვით ბიუროკრატიაზე მორგებულ საბჭოთა სისტემას. ვებრძვით ჩვენი ჯანმრთელობის, ნერვების და სიცოცხლის ფასადად. ძალიან ხშირად ამ ბრძოლას ჩვენ ვაგებთ. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ჩვენ ვუყურებთ, როგორ ისხლიტავს ჩვენს პრობლემებს სახელმწიფო. წინასარჩენოდ რაღაცებს გვპირდებიან, ცოტას და მე იმასაც აღარ ასრულებენ. ამასობაში გადის დრო, რომელსაც ვკარდოთ მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკოსების უმოქმედობა აქცევს ამ ადამიანების და მათი ოჯახების სიცოცხლის ჯოჯოხეთად. უკვე წლებია მოვიდა დრო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები დადგეს არა მედიცინის, არა ქველმოქმედების, არამედ პოლიტიკის დღის წესრიგში. დიდი ხანია მოვიდა დრო პოლიტიკური ტრიბუნიდან ვთქვათ, რომ ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახების და ჩვენი უფლებები ამ ქვეყანაში ირღვევა. ეხლა კი მინდა წარმოვიდგინოთ ქვეყანა, სადაც მშობლებს არ უდგათ არჩევანი, აჭამონ ბავშვს საჭმელი თუ უყიდონ ბავშვს წამალი. და არა სახელმწიფო, რომელიც მილიონებს ხარჯავს სისულელეებზე. მინდა წარმოვიდგინოთ ქვეყანა, სადაც მშობლები არ უყურებენ, როგორ კვდებიან მათი შვილები, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ფული და ამ დროს სახელმწიფო მილიონებს ხარჯავს სისულელეებზე. მე მინდა წარმოვიდგინოთ ქვეყანა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები შეძლებენ ხარისხიანი სააბილიტაციო სერვისების მიღებას, სადაც არსებობს მყარი პოლიტიკური ნება, რომ ინკლუზიურმა განათლებამ რეალურად იმუშაოს და არა ისე, როგორც ეს არის დღეს, ერთმანეთისთვის და უცხოელი მეგობრებისთვის კარგად შეფუთული ტყვილი. თუმცა ადამიანური რესურსი და კვალიფიციური კადრები საქართველოში არსებობენ. მე მინდა წარმოვიდგინოთ ქვეყანა, სადაც ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საჭიროებების გათვალისწინებით. სადაც ეს ადამიანები არ იქნებიან ამოვარდნილები ქვეყნის ეკონომიკიდან, სადაც მათ ექნებათ სწავლის, მუშაობის და ხელფასის მიღების საშუალება და არ იქნებიან დამოკიდებულები სახელმწიფოსგან გამოგდებულ მიზერულ პენსიაზე. თითქოს ამით ვინმეს მოსყიდვა ან დადუმება შეიძლება. მე მინდა წარმოიდგინოთ ქვეყანა, რომელიც ეხმარება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება. ერთ ამბავს მოგიყვებით, მე მყავს მეგობარი ნინო. ის არის მარტოხელა დედა, მას ყავს შვილი ბექა, რომელსაც აქვს აუტიზმი. შემდეგ აუტიზმს დაემატა დიაბეტი და სკოლაში საერთოდ ვეღარ დადიოდა ბექა და ამის გამო ნინოს მოუწია სამსახურიდან წამოსვლა და სახლში დაჯდო, მაგრამ მოეღარა თავისი შვილისთვის. შესაბამისად, ის დარჩა შემოსავლის გარეშე. შარშან ამ დროს ის წავიდა ამ ქვეყნიდან, საქართველოდან და მოითხოვა სოციალური თავშესაფარი სხვა ქვეყანაში. მე მივეცი მას რეკომენდაცია იქაური საიმიგრაციო სამსახურებისთვის წარსადგენად. და როცა მე ვწერდი ყველა იმ მიზეზს, თუ რატომ უნდა მისცენ თავშესაფარი, გრძნობდი, რომ საქართველოში ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მისი ცხოვრება და მისი შვილის ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ. დღესაც ისინი არიან სხვა ქვეყანაში, კარგ ქვეყანაში, სადაც მისი შვილი იღებს ყველა იმ დახმარებას, რომელიც მას სჭირდება. თქვენ ალბათ ხვდებით, რამდენად მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ შენი მეგობრის, შენი მოქალაქის გადარჩენისთვის ერთადერთი გზა, რომელიც არსებობს, არის საკუთარი ქვეყნის დატოვება და შენ ამაში ხელს უწყობ. მაგრამ ეს იყო ერთადერთი სწორი ამ დედაშვილის გადასარჩენად. და ასეთი დედაშვილი საქართველოში არის ძალიან ბევრი. ჩემთვის ძლიერი ქვეყანა ნიშნავს ქვეყანას, რომელიც ზრუნავს ყველაზე დაუცველ მოქალაქეებზე, ყველაზე ჩაგრულ მოქალაქეებზე, ყველაზე გაუბედურებულ მოქალაქეებზე და არ ხარჯავს მილიონებს სისულელეებზე. ჩემთვის ძლიერი ქვეყანა ნიშნავს ქვეყანას, სადაც კონსტიტუცია მუშაობს, სადაც ყველა ადამიანი დაცულია, განურჩევლად მისი ასაკის, შესაძლებლობების, ბრწამსის და სქესის. მე მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც ვერავინ ვერ გაბედავს ჩვენზე, ქალებზე, ხელის აწევას. სადაც ვერავინ ვერ მოკლავს ქალს, იმიტომ რომ ამისთვის სახელმწიფო და პოლიცია კაცრად დასჯის.
ჩემთვის ძლიერი ქვეყანა ნიშნავს ქვეყანა, სადაც კაცებს არ უწევთ ტყის მოჭრა იმისთვის, რომ შვილები არ გაეყინოთ ზამთარში. მე მყავს 2 შვილი. მე არ ვიცი რა საირჩევენ ცხოვრებაში და როგორი იქნება მათი მომავალი. მე ვიცი მხოლოდ ერთი რამ. არც ერთ დედას არ უნდა ეშინოდეს, რომ მისი შვილი ვერ დაბრუნდება სახლში, იმიტომ რომ ის რაღაცით განსხვავებულია უმრავლესობისგან. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა შევქმნათ ის ქვეყანა, სადაც განსხვავებულის ჩაგვრა აღარ გავა. მე მყავს ძმა, სანდრო და მასაც აქვს აუტიზმი. მე მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, სადაც ჩემი საკუთარი მშობლები არ იფიქრებენ, თუ რა მოუვა მას, როცა ისინი აღარ იქნებიან ცოცხლები. და მოდით კიდევ ერთხელ, მინდა რომ წარმოვიდგინოთ ქვეყანა, სადაც შუქნიშნებთან არ განან ბავშვები და არ ითხოვენ საჭმლის ფულს. და მინდა რომ წარმოვიდგინოთ ქვეყანა, სადაც ბავშვები შიმშილით არ კვდებიან. და მე ძალიან მინდა რომ ეს ქვეყანა არათუ დაუტოვოთ ჩვენ შვილებს, მე მინდა რომ მეც მოვესწრო ამ ქვეყანაში ცხოვრებას. და როგორც არ უნდა იყოს თქვენი არჩევანი ოქტომბერში, მინდა იცოდეთ. დღეიდან მე ვარ და ვიქნები თქვენი ხმა ქართულ პოლიტიკაში. მადლობა.